შამფურებსო ესროდნენ ადამიანებსო და ქვები უნდა აეწიათ. აი რომ გაჭრილზე დაიყარო სისხლის შედედების უნარი აქვს. ის ქალი ვერ თხოვდებოდა. არ ინახება. რომ დალბება უნდა შეშჭამო. ნისლი ფიქრია მთებისა იმათ კაცობის გვირგვინი. დღეს ვაჟა-ფშაველას მხარეში, ფშავში ვიმოგზაურებთ. ჩვენი მასპინძელი კი პირიმზე არაგველია. ხევისბერის 6 შვილიან ოჯახში დაიბადა, თავად მე-6 შვილია. მისი მამა 51 წელი იყო უძილაურთა თემის მთავარი ხატის, კოპალას ხევისბერი. ყველა დღე არის ლამაზი. წვიმების შემდეგ მიყვარს ეს ნედლი ბალახის სურნელი რო ავარდება. პროფესიით ჟურნალისტია, წლები მასწავლებლად მუშაობდა, ახლა კი არაგვის დაცული ლანდშაფტის თანამშრომელია, რომელიც დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი სახეობაა. თავად ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტია და ცდილობს თავისი მხარის ტრადიციები და კულტურა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გააცნოს. ჩვენი დღევანდელი მოგზაურობის მიზანიც სწორედ ეს არის. ხა ჩვენ მივდივართ შუაფხოს ქისტაურთა თემის სალოცავში იახსარში. ფშავში 12 თემს სალოცავია, მათგან ერთ-ერთია იახსრის, რომლის ეზოში ქრისტიანული ეკლესიაც დგას. ლეგენდის მიხედვით იახსარი ღვთის შვილი იყო და ავ დევებს ებრძოდა. სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ადგილს ავის გორი. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, გალავანი ყოფილა ამ ადგილას, სადაც უცხოვრიათ დევებს და ავი დევები იყვნენ, ავიო, იმებსო, შამფურებსო ესროდნენ ადამიანებსო და ახლოს ვერავინ ვერ ეკარებოდაო და ამათ ესროდენო და იმით ეხოცავდნენ ადამიანებსო და როდესაც მოუთხოვია იახსარს ამ ადგილის დათმობა დევებისგან, მაშინ იმათ უთქვია, რომ ქვები უნდა აეწიათ. იმხელა ქვა აუწევიაო, რომელსაც ცხრადებით ვერ ასწევდაო რა იახსარსო. ასე დაამარცხა იახსარმა ბოროტი დევები და იხსნა მათგან ადგილობრივები. შემდეგ სალოცავი მოეწყო, რომელიც ქისტაურთ თემს ეკუთვნის. ამ თემის წარმომადგენლები დღესასწაულებზე აქ დღემდე იკრიბებიან. ხატ-სალოცავების დღეობები ფშავში პეტრე პავლობის მარხვის დასრულების შემდეგ იწყება. იდენტობაა ჩვენი რა ერთადერთი, რომელიც აი ამ ადამიანებს ანათესაო საბიძაშვილოს თუ რასაც ერთად უყრის თავს. იახსრის სალოცავის ეზოში დგას ღვთისმშობლის ეკლესია. ახლა მოქმედი არ არის, თუმცა რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ხევისბერის ბიჭურ ბადრიაშვილის შვილიშვილმა აღადგინა. სალოცავიდან დაბლა ვეშვებით და გზად სამკურნალო ბალახებსაც ვაგროვებთ. ეს არის ბექთქონდა რა. ამითი აყენებენ ჩაის, გაცებულისთვის არის იმუნიტეტისთვის, ყველისთვის აქვს კიდევ სისხლის შედედების უნარიც, ანუ ეს რო დაფშნა და გაჭრილზე დაიყარო სისხლის შედედების უნარი აქვს და ასევე ამას იყენებენ კულინარიაშიც, მაგალითად ხინკალში, ხორციან კერძებში. ეს არის თავშავა, ხო, ეს სხვა არის. მაგრამ ყვავილი არ აქვს ჯერ ამას, ეს არის თავშავა. თავშავაც მუცლის ტკივილისთვის და ესაც აი გაციებულისთვის. ზოგადად ფშავი არის მდიდარი კი ნამდვილად სამკურნალო მცენარეებით. შენი ლამაზი წინდების სანახავად მოვედით. ძველად ქორწილში მეფე პატარძალს ფშაურ წინდებს ჩუქნიდნენ, რა ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო. ვინც არ იცოდა ქსოვა ფშავში, ის ქალი ვერ თხოვდებოდა. ამ წინდებს ატანდნენ მთაში და შორგზაზე წამსვლელებსაც. ძველი ფშაური ტრადიციით წინდებს მართა ჯაბანიშვილი უკვე 50 წელია ქსოვს. ეხლა მე ვქსოვ და თან ვშიბა. დაშიბს რას ეძახი? აი ეს არის დაშიბვა. ხო, აი დამატებით კიდევ სხვადასხვა ფერის ძაფი აქვს და ქსოვის დროს ამას ამატებით. ეს მარტო არის ნაშიბი. ერთ მარტო შავ ძაფზე სხვადასხვა ფერებით. ამას სრელას, ამას კიჭკიჭას. ანუ ეს სრელა არის ეს ხაზები. ხაზები კი. და კიჭკიჭა ეს გამოტოვებულები როა. კი, საყდრიანი წინდა. და საყდრიანს რატო ეძახით? ჯვრიანი, ჯვრები. ჯვრიანია. კი. აბალია ჩვენი მასპინძელი.
გამარჯობა. გაგვიწყვება ლია. დამბალ ხაჭოფ შავის და მთლიანად ქართული კულინარიის განსაკუთრებული წარმომადგენელია. მას და მისი დამზადების ტექნოლოგიას არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ეს გაფხვიერდება, მე ამას უნდა მივცეთ მარილი, ერთიანი მასა უნდა გაკეთდეს. მე ვაგუნდავებთ. შემდეგ რამდენიმე დღე სპეციალურად მოწყობილ საშრობ ოთახში გააჩერებენ, სადაც ცეცხლი მუდმივად უნდა ენთოს. ბოლზე გამოყვანილი ეს არის ძველი, ტრადიციული. გაშრობის შემდეგ გარეცხავენ და სპეციალურ ქვევრში მოათავსებენ. ქალბატონი, ეს ახლა რამდენ ხანში მიიღება აი ასეთი საბოლოო? დაახლოებით 1 თვეში. და მე როგორ უნდა შეინახოთ? ამას უნდა მე გახარჯვა, არ ინახება. რო დალბება უნდა შეშჭამო. მიირთვა. რა თქმა უნდა, მასპინძლის რჩევა გავითვალისწინეთ. ძალიან გემრიელია ესე. თქვენ კი გირჩევთ ზაფხულის ტურების სამოგზაურო მარშრუტში, ფშავი აუცილებლად შეიტანოთ.